მოგესალმებით ეთერშია და სუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისის საქართველოს სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მოგვიანებით კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ ორივე ქვეყნის სურვილია ხელი შეუწყონ როგორც სპორტული, ისე ხალხთა შორისი ურთიერთობების განვითარებას. ვინც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ვინც მათ მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, სინამდვილეში ყველა არის დემოკრატიის მტერი და ექსტრემისტული მოძრაობების მხარდამჭერი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჟალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა არ მონაწილეობას არანაირი გავლენა არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ვინც მათ მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, ყველა სინამდვილეში არის დემოკრატიის მტერი და ექსტრემისტული მოძრაობების მხარდამჭერი. განაცხადა პაპუაშვილმა და იქვე აღნიშნა, ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ქართული ოცნება 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. მიხეილ ყაველაშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების თაობაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე უარს ამბობს. შესაბამის ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის, სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურობის განვითარებას. კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება, ნათქვამია განცხადებაში. იგივე შეკითხვა მინდა დავსვა, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე. ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა უნდა დაისვას, პასუხი გაეცეს და ამ პასუხში ჩვენ დავინახავთ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტი არის ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ჟალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ბალტიის რეგიონში. პაპუაშვილის მოსაზრებით, ბალტიის სამი ქვეყანა არის იმ ზრახვების პირდაპირი განმახორციელებელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს. პაპუაშვილის თქმით, ქალბატონი ექს-პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებს. მისივე თქმით, როგორც დაანონსდა სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში სხვებთან ერთად იმყოფება, რომლებსაც ალბათ ერთობლივ ტრენინგ სემინარს ჩაუტარებენ, როგორ დააზიანონ საქართველო. პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ ბალტიისპირეთის ამ სამი სახელმწიფოსგან არანაირ სიკეთეს არ ელის. სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ვილნიუს, რიგასა და ტალინს ეწვევა. მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთს ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიერტოსთან. ასევე პიტერ სიიერტოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უნგრეთის ელჩების კონფერენციაში, სადაც კოლეგასთან ერთად ჩაერთვება პანელურ დისკუსიაში. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი საჯარო ლექციას გამართავს უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც ახალგაზრდა დიპლომატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრება. კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები პრესასთან. ნათქვამია ინფორმაციაში. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი თბილისში გამართულ მეგობარი აქტის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება. როგორც უილსონი აღნიშნავს, აშშ გვერდში უდგას საქართველოს. მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომელთაც ძლიერი ქვეყანა სურთ ამერიკასთან ახლო კავშირებით. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობებს მიყიდონ საქართველოს ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში უდგას საქართველოს, წერს უილსონი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში პროექტი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატები, კალიგრაფიული ნაშრომები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით სასწავლო პროცესი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას უშუალოდ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ლევან ჯანაშია ხელმძღვანელობდა. ამასთან აღნიშნავენ, რომ პროექტის მიზანი დროებით დევნილი ახალგაზრდების რესოციალიზაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერაა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს ეისჯელეს. მთავრობამ განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხი, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურული გაძლიერებით არის განპირობებული. სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. დინამო არენაზე ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6-1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. მატჩის ბოლოს გულშემატკივრების ნაწილი სტადიონზე შევა და ადგილი ჰქონდა გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებასაც. საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოტთან შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ევროპის ძიუდოს კავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს. ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოტმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ მოაწერეს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. დრონების კოალიციაში შემავალმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ტაქტიკური დონის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვისთვის საერთო ფონდიდან 20 მილიონი ევრო გამოიყოთ. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება 3 თვეშია მოსალოდნელი. თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ თებერვალში დრონების კოალიციამ გამოაცხადა მესამე საერთაშორისო ტენდერი მრავალ როტორიანი სადაზვერვო დრონებისთვის. მასში მონაწილეობა უკვე მეორედ შეძლეს უკრაინელმა დეველოპერებმა. სატენდერო განაცხადის ვადა უკვე დასრულდა და შერჩევის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი დონის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ JD ვენსის მეუღლე უშა ვენსი უხელმძღვანელებს მიმდინარე კვირას გრენლანდიას ეწევა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი კრის რაიტი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ამერიკული სამხედრო ბაზის მონახულებას და მარხელში შებმული ძაღლების რბოლაზე დასწრებას გეგმავს. ვიზიტის მიზანია გრენლანდიის მისი კულტურის, ისტორიისა და ხალხის გაცნობა და ძაღლების რბოლაზე დასწრება, რომელსაც შეერთებული შტატების სიამაყით აფინანსებს. განაცხადა თეთრი სახლის პრესპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბრაიან ჰიუზმა. დაგეგმილ ვიზიტს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუთე ეგედე გამოიხმაურა და განაცხადა, რომ ეს უაღრესად აგრესიულია. ჩვენ რამდენიმე წელიწადში ამას გადავხედავთ და მივხვდებით, რომ მშვიდობა იყო სწორი არჩევანი უკრაინისა და ამერიკისთვის. ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი X-ზე წერს, სადაც ამერიკელი ბლოგერისა და ჟურნალისტის ნოა სმიტის პოსტს ეხმაურება. მოინიშნეთ ჩემი სიტყვები, აღნიშნავს მასკი. მასკი ამ კომენტარით ამერიკელი ბლოგერისა და ჟურნალისტის ნოა სმიტის პოსტს ეხმაურება, რომელიც წერს, რომ ტრამპის მიერ უკრაინის ზურგში დაჭრა სულელური გადაწყვეტილება იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, სარაკეტო ძალებთან და არტილერიასთან თანამშრომლობით რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში მტრის 2 K-52 ტიპის და Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ვერტმფრენები სარაკეტო დარტყმით განადგურდა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის მიუწვდომელი არაფერია. გავაგრძელოთ მუშაობა. აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.